ეს დღეები რასაც უყურებ, გამიჩნდა სურვილი, რომ იქნება რამე საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს მთავრობამ, რომ აი გააჩუმოს ეს არ ვიცი, მართლა პროვოკატორები. გულისხმობ ქართულ მედია საშუალებებს. დაწყებული TV1-ით, გაგრძელებული აი მთავარი არხის ის რო არის Facebook გვერდი. აი ეს არის მართლა არ ვიცი, საშინელება რაც იქ ხდება, გულისხმობ რას, იცი? აი ერთუჯრედიანი რო არის ადამიანი, ოღონდ როგორი ერთუჯრედიანი, იცი, რომ იმ უჯრედს გაყოფის პერსპექტივაც რო არ აქვს, რომ როდესმე ორი უჯრედი გახდეს, ამ მდგომარეობაში არის დღეს ქართული მას-მედია პირველ რიგში და თუ კი ვინმე აი იმბეცილი დებილი არის შეკრებილი იმ მთავარი არხის გვერდზე, ყველაფერს რო ახახავებენ და ძალიან გაბრაზებული. ძალიან გამაღიზიანებელია რა, უკვე აი რა არის, იცი, სოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის წინაშე, მთელი სამყარო ლაპარაკობს, რომ აი რამდენიმე საათში შეიძლება კატასტროფა მოხდეს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და აი ამად აბა კობახიძე წავა იქ ირანის პანაშვიძე და აი ამის მეტი რო სალაპარაკო ჟურნალისტს არაფერი არა აქვს და დღეს კითხეს სხვათა შორის ერთ-ერთ შარმანაშვილს კითხეს მე მგონი რომ წავა ქართული ოცნება ხამეინის გასვენებაში და რაღაც სოფლიო ინგრევა ხალხო და აი ამებს მეტი საფიქრალი სალაპარაკო არა აბა ივანიშვილს როდის დაბომბავს ეხა ამერიკა და ამაზე დგას და 2000 კაცი ახახავებს ასეთ იდიოტობებს და რაც მართლა საინტერესოა ამ ყველაფერში და უამრავი პროვოკაცია მოხდა უკვე ჩვენს ქვეყანაში სხვა შორის ამაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება ეს არის აი ამ მედია საშუალებების მხრიდან მიღმა და კონცენტრირება ხდება აი ასეთ იდიოტურ იმბეცილობებზე მართლა მაპატიოს ასეთი ტერმინებისთვის ჩვენმა მაყურებელმა მაგრამ იმდენად გამაღიზიანებელია უკვე ამ ხალხის ქცევა რომ აი რატო არის ერთუჯრედიანი რა ფართო სურათის დანახვა კი არ შეუძლია მართლა შეიძლება სამყარო კატასტროფის წინაშე დადგეს და ამათვის მთავარი არის აბა რაც იზავს ეხა კობახიძე წავა თუ არა პანაშვიძე სადღაც ალი ხამეინის აი ამ დონემდე არის ჩვენი მედია ამ დონემდე შუქდება ჩვენთან ეს მოვლენები რომელიც ჩვენს მეზობლად ხდება